მშვიდობისა ეთერშია არჩევანი. ჯანდაცვის რეფორმა და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რატომ დადგა დღის წესრიგში სადაზღვევო პოლიტიკის გადახედვა და როგორ აისახება რეფორმები უშუალოდ მოსახლეობაზე. რამდენიმე წუთში არჩევანის სტუდიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. მოკლეს თუ თავი მოიკლა ზვიად გამსახურდია, რატომ არის დღემდე პასუხგაუცემელი ეს კითხვა და იქნება თუ არა საპარლამენტო კომისიის დასვნა სკანდალური. პირდაპირ ჩართვა შვეიცარიიდან ჩვენ შეკითხვის კონსტანტინე გამსახურდია უპასუხებს და არჩევანის სტუდიაში კომისიის წევრი სანდრო ბარამაძე. და რატომ გადაწყვეტა ქუჩის აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა წინა საარჩევნო მარათონში ჩაბმა და გაამართლებს თუ არა საქართველოს ლიდერის არჩევანი. სალომე ზურაბიშვილი არჩევანის სტუდიაში. და ახლა ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური არჩევანში. საღამოშიდობისა ბატონო ნიკა. საღამოშიდობისა. გთხოვთ. საბედის წეროტყვია მოკლეს თუ თავი მოიკლა ზვიად გამსახურდია. რატომ არის დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც 17 წელია აქტუალურია. იქნება თუ არა საპარლამენტო კომისიის დასკვნა სკანდალური. საერთოდ შემიძლია გითხრათ. გამსახურდია არის მოკლე. ნამდვილად იგი არის ძალიან მაღალი ალბათობით მოკლე. იყო თუ არა მეორე ნატყვიარი გამსახურდიას სხეულზე, რატომ არ ეთანხმებიან მკვლობის ვერსიას ზვიად გამსახურდიას გარემოცვის ის წევრები, რომლებიც 1993 წლის ახალი წლის ღამეს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ. მე ჩემი თვალით არ დამინახია, რომ ბატონ ზვიადს შუბთან ქონდა მედობილი იარაღით, მაგრამ მკვლობის ვერსიას გამოვიწყდა. რატომ გამორიცხა თვითმკვლობის ვერსია საპარლამენტო კომისიამ? რა მასალები მოიპოვა და კიდევ რა ექსპერტიზას ითხოვენ კომისიის წევრები სიმართლის დასადგენად? გაქრეს ყოველგვარი ეჭვი, ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ ჩავატაროთ, ესე ვთქვათ, ბალისტიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზა. ახალი ექსპერტიზის ახალი დეტალები. რა ინფორმაციას ფლობს პირველი პრეზიდენტის შვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე? საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის კონსტანტინე გამსახურდიას პირდაპირ ჩართვა შვეიცარიიდან და არჩევანის სტუდიაში კომისიის წევრი სანდრო ბარამიძე. სალომე ზურაბიშვილის არჩევანი რა პროგნოზი აქვს მომავალ არჩევნებზე? ალიანსის მეოთხე წევს, რომელმაც მარტო ბრძოლას გაერთიანება ამჯობინა და რატომ გადაწყვეტა ქუჩის აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა წინა საარჩევნო მარათონში ჩაბმა? მე ვთვლი, რომ არჩევნების გზა არის დღევანდელ დღეს ერთადერთი გზა საქართველოსთვის, ძალიან რთული გზა, მაგრამ ერთადერთი. რატომ თქვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ალიანსის თანათავმჯდომარემ უარი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე და რას თავაზობს ალასანიას გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკურ ძალებთან და მათთან ერთად განსაზღვროთ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. ეს არ არის უკან დახევა. ბრძოლა თვითმმართველობით არ თავდება, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. რატომ შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ჯგუფს და როგორია საქართველოს ხვალინდელი ალტერნატივა? მე გადავწყვიტე, რომ შეუერთე ალიანსს. ეს არის ხვალინდელი ალტერნატივა. როგორ აფასებს ოპოზიციის შანსებს და გაამართლებს თუ არა საქართველოს ლიდერის პოლიტიკური არჩევანი 30 მაისს? სალომე ზურაბიშვილი არჩევანის სტუდიაში. ჯანდაცვის რეფორმა რატომ შევიდა ცვლილებები მთავრობის 100 ახალი საავადმყოფოს პროექტში და რატომ დადგა დღის წესრიგში სადაზღვევო პოლიტიკის გადახედვა? ჩვენ გვექნება 46 ახალი საავადმყოფო, ჯამში 1100 საწოლზე მეტი. სადაზღვევო ელემენტში შემოდის ვალდებულება, რომ ადამიანი დაზღვეული მიიყვანოს ნორმალურ დაწესებულებაში. რა ეჭვები გაუჩნდათ ექსპერტებს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებზე და მიიღებს თუ არა დაზღვეული შესაბამის მომსახურებას? მომსახურება გაძვირდა და თანხა შემცირდა. ჩემი წარმოდგენით ეს ლოგიკურად მეტყველებს იმაზე, რომ ამ ინდუსტრიას უჩნდება სტიმული მომსახურება შეამციროს. დღეს ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო მეტი საავადმყოფო რეგიონებში და თბილისშიც და ბევრად უფრო მაღალი მომსახურება რეგიონებში თბილისშიც. ჯანდაცვის რეფორმა, ახალი საგადასახადო კოდექსი და ლარიზაცია. როგორ აისახება მოსახლეობაზე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა? არჩევანის სტუდიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. და არჩევანი პირდაპირ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრუნდება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონ ნიკა, გმადლობთ რომ მობრძანდით დღეს ჩვენს სტუდიაში. ბატონ ნიკა, დღეს თქვენ წარადგინეთ ჯანდაცვის რეფორმის ახალი პროექტი. პრაქტიკულად ეს არის 100 ახალი საავადმყოფო, ოღონდ ოდნავ სახე შეცვლილი დღეს. რატომ შეიცვალა ფორმა ამ პროექტმა? ხომ არ თვლით, რომ თქვენ დაკარგეთ გარკვეული პერიოდი და წლები, სანამ რაღაც გარკვეულ ფორმაზე ჩამოყალიბდებოდეთ? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მადლობთ მოწვევისათვის და გილოცავთ ახალ სტუდიას მართლაც. კარგი სტუდია. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს განცხადებას ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ რეფორმაზე უკვე მუშაობთ ბოლო რამოდენიმე თვეა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და დღეს უბრალოდ წარუდგენთ საზოგადოებას ის ხედვა, რაც მთავრობას გააჩნია ჯანდაცვის სისტემურ რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ხედავდით იმას რეალურად, რომ გარკვეული პრობლემები ასამანტყოფასთან დაკავშირებით, პროგრამასთან დაკავშირებით იყო, თუმცა არ გვინდა, ასე ვთქვათ, შეგვეწყვეტა ეს პროგრამა იმის გარეშე, რომ რაიმე
სანაცვლო შეგვეთავაზებინა საზოგადოებისთვის. დღეს სწორედ ისე გავაკეთეთ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში, რომ შევთავაზობთ აბსოლუტურად სახეცვლილ პროგრამას, რომელიც გაწერილია თვეებზე, გაწერილია წლებზე და კონკრეტულად ვიცით რა უნდა გაკეთდეს და როდის უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება თავად აზიის სამწყობლოს პროგრამას, იქ სამწუხაროდ რეალობა სხვა იყო, სხვა რეალობაზე იყო დაგეგმილი და შემდეგ უკვე ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია ის, რომ ვერ იქნა მოზიდული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან ის თანხები, რომელიც აუცილებელი იყო ამ პროგრამის განსახორციელებად. შესაბამისად ჩვენ მოვახდინეთ ამ პროგრამის სახეცვლილება და დღეს უკვე წარუდგინეთ ეს საზოგადოებას. რა არის მიზანი? მიზანი არის ძალიან მარტივი პრინციპში. მიზანი არის მაღალი დონის, მაღალ ტექნოლოგიური სამავთყოფოების შექმნა ერთ მხარეს, მაღალი დონის ექიმებით, მეორე მხარეს კი დაზღვეული საზოგადოება, დაზღვეული მოსახლეობა, შუაში კიდე ძლიერი მედიატორი სამსახური, რომელიც ნებისმიერ პრობლემას, აი ამათ დაკავშირებით გადაწყვეტს. ანუ თუ იქნება რაიმე პრობლემა დაზღვეულსა და სადაზღვეულ კომპანიას შორის, დაზღვეულსა და სამავთყოფოს შორის, სწორედ მედიატორის სამსახური იქნება შუაში, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტს. ბატონო, თქვენ ძალიან ხშირად ახსენებთ, რომ თავარი არის, რომ დაზღვეულმა მიიღოს მაღალი ხარისხის მომსახურება. როგორ განსაზღვრავთ ამ ხარისხს? არსებობს ამისი სტანდარტები? ხო არ არის მარტო საკმარისი, რომ კარგი გარემონტებული საავადმყოფო იყოს, ან იქ რაღაც მაღალ ტექნოლოგიური აპარატურა დგეს. აქვს საქართველოს იმდენი კვალიფიციური ექიმი, რომ 100 საავადმყოფო სრულად დააკომპლექტოს მაღალი ხარისხის მომსახურებით. პირველ რიგში მე პირველ კითხვას ხოსაც დავუბრუნდებით, ხო არ დავკარგეთ დრო. მე ამას ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ 100 საავადმყოფოს პროექტი თვითონ გაიწელა დროში და ბოლომდე ვერ იქნა განხორციელებული, მაინც მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა ჯანდაცვის სექტორში ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითებს გეტყვით ძალიან მარტივს, პირველი საქართველოში 3 წლის წინ დაზღვეული იყო სულ 40,000 ადამიანი. დღეს დაზღვეულია 1,500,000-მდე. ძალიან დიდი სხვაობა 40,000-სა და 1,500,000 შორის. საქართველოში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბოლო 2 წლის განმავლობაში სოფლის ექიმის ინსტიტუტი. ანუ 1200-მდე ექიმმა გაიარა გადამზადება და თითქმის ყველა სოფელში დღეს არის სოფლის ექიმი, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას. ჩამოყალიბდა რამოდენიმე ახალი ძალიან მაღალი ტექნოლოგიების სამავთყოფოები გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმში ახლა სრულდება, თბილისში რამოდენიმეა. სულ რამოდენიმე დღის წინ გავხსენეთ მედიკლაბის ჯორჯიას სამავთყოფო მაგალითად საბურთალოს, რომელიც მართლაც აღსაფრთხოვანებელია, იმდენად მაღალი კვალიფიციური ექიმებით არის დაკომპლექტებული და ასევე რამდენად მაღალი ტექნოლოგიები დანერგილი იქ. გარდა ამისა ჩამოყალიბდა მედიატორის სამსახური. ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ეს მედიატორის სამსახური ჩვენ უბრალოდ ვაძლიერებთ ახლა თორე ეს უკვე არსებობს და ჩამოყალიბდა გასული წლების განმავლობაში. შევიდა ძალაში წამლის კანონი, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ხო ჯანდაცვის სექტორის და ჯანდაცვის სფეროში. ამ წამლის კანონმა რეალურად გაამარტივა იმპორტირება წამლების და შესაბამისად შეამცირა კიდევაც ფასები წამლებზე. შესაბამისად ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება და მნიშვნელოვანი სიახლე ჩვენ განვახორციელებთ ჯანდაცვის სექტორში. თუმცა ერთ-ერთი რამოდენიმე პრობლემა იყო და ეს პრობლემა ჩვენ დავაჯამეთ და ამიტომაც ვარქვით ამ რეფორმას რეალურად სისტემურ რეფორმას, იმიტომ რომ ყველა პრობლემა დავაჯამეთ და ყველა პრობლემას ჩვენ წვეთ აი ეხლა შემოთავაზებული რეფორმით. რა არის რა იყო ეს პრობლემები და რას წვეთ? საკმარისი მეტი რაოდენობა სამავთყოფოების საჭირო, როგორც რეგიონებში, ასევე თბილისში, სადაზღვეო კომპანიების მომსახურებით ხშირ შემთხვევაში იყო უკმაყოფილო საზოგადოება და გარდა ამისა ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რაც იყო, სადაზღვეო კომპანიები ხარჯავდნენ საკმაოდ დიდ ეგრეთ წოდებულ აკვიზიციურ ხარჯებს იმისათვის რომ მოსახლეობა მიეზიდათ. თქვენ კარგად მოგეხსენებთ რომ ეს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პროგრამა, რომლის მიხედვითაც 900,000 ყველაზე უმწეო ჩვენთან ამოქალაქეს ჩვენ ვაზღვევთ და სადაზღვეო კომპანიები პრემიუმს იღებენ ამაში. იმისათვის სადაზღვეო კომპანიებს მოეზიდათ ეს და კონკურენციის შედეგად გადაენაწილებინათ, საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდნენ აი ამ სარეკლამო კომპანიებში და თუნდაც აგენტების დაქირავებაში. ანუ ეს ფული გადიოდა ჯანდაცვის სექტორიდან. ჩვენ რა გავაკეთეთ რეალურად ახლა? გავაკეთეთ ის რომ აკვიზიციური ხარჯები, ანუ ეს ხარჯები, სარეკლამო ხარჯები მოვუსწრეთ საერთოდ, უთხრეთ ნოლია, აღარ გჭირდებათ, იმიტომ რომ ჩავატარებთ ერთ ტენდერს, რომელიც ყოველ წელს კი არ დაგჭირდებათ თქვენ სარეკლამო კამპანიის გაწევა, არამედ იქნება 3 წლიანი პროექტი. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო არ ზარალდება მზღვეველი, ვინმე მას არჩევანის საშუალებას აძლევთ. მივალ მაქანდეს, კარგი კითხვა, ნამდვილად გეთახმებით. მივალ მაქანდეს. იძულებულია დაეზღვიოს იმასთან, ვისაც შესთავაზებთ. კარგი კითხვაა და მაგალითად მაგალითად გვაქვს პასუხი. შესაბამისად, ჩვენ ყველა რაიონში აუქციონი, ღია აუქციონის შედეგად გამოვამჟღავნეთ ის სადაზღვეო კომპანია, რომელიც იქ დააზღვევს ყველა უმწეოს აუქციონის შედეგად
და ამავდროულად ამ სადაზღვევო კომპანიას ექნება ვალდებულება იქ ააშენოს საჭირო რაოდენობის საწოლების სამანტყოფოები. ზოგან ეს 15 საწოლიანი, ზოგან 25 საწოლიანი, ზოგან 50-იანი, ზოგან 70-იანი. აი მაგალითები მაქვს რამოდენიმე წამოღებული თან, თქვათ იმედიელმა გაიმარჯვა თელავი, ახმეტა, ყვარელში ამ რაიონებში, ის დააზღვევს თელავში, ახმეტაში და ყვარელში ყველა უმწეოს, მაგრამ ამავდროულად მას ექნება ვალდებულება მომავალი წლის ბოლომდე დაასრულოს სამი სამანტყოფოს მშენებლობა 70 საწოლიანის თელავში, 15 საწოლიანის ახმეტაში და 15 საწოლიანის ყვარელში. ეს ვალდებულება ექნება ახალი ტექნოლოგიების იმ სტანდარტების, რომელიც უკვე დაადგინა მთავრობა. რაც შეეხება სტანდარტები არსებობს. სტანდარტები არსებობს, როგორი უნდა იყოს. კი ბატონო, სტანდარტები დადგენილია მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს მოხდა ამ წლის თებერვალში. როდესაც ეს შევიმუშავეთ და სტანდარტები არსებობს, ეს სტანდარტები ძალაში შევა მომავალ წლის ბოლომდე. ეხლა დაუბრუნდეთ დაზღვეულების უფლებებს. რაც შეეხება დაზღვეულების უფლებებს, ჩვენ რა თქმა უნდა ეს გავიაზრეთ, რომ აქ გარკვეულწილად კონკურენციის შეზღუდვა იქნებოდა. ეს არის მხოლოდ 3 წლიანი პროგრამა. ამის შემდეგ ისევ თავისუფლება მიეცემათ დაზღვეულებს, რომ აირჩიონ თავიანთი სადაზღვევო კომპანიები. ეს იყო აუცილებელი გაუკეთებინა იმისთვის, რომ სამანტყოფოების მშენებლობა დაგვეწყო და გაგვეხორციელებინა რეგიონებში და თბილისში და აუცილებელი იყო იმისთვის, რომ ეს პირველი ეტაპი, ეს შემდგომი ეტაპი გადაგველახა. რაც შეეხება დაზღვეულთა უფლებებს. აქ მინდა გითხრათ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მედიატორის სამსახური. მედიატორის სამსახურს ჩვენ თითქმის უსამაგებს დაფინანსებას და ყველა დაზღვეული, რომელიც უკმაყოფილი იქნება თავისი სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით, ექნება საშუალება მიმართოს მედიატორის სამსახურს და მედიატორის სამსახურს ექნება უფლება დააჯარიმოს სადაზღვევო კომპანიები, მაგრამ რაც მთავარია, მედიატორის სამსახურს ექნება უფლება მთავრობაში შემოვიდეს რეკომენდაციით, რომ მთავრობამ ხელშეკრულება გაუწყვიტოს ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიას. ანუ მთავრობა იტოვებს უფლებას ხელშეკრულების გაწყვეტის, თუ მომსახურება იქნება არასწორი, მომსახურება იქნება და არადამაკმაყოფილებელი საზოგადოებისთვის დაზღვეულთათვის და ამის რეკომენდაციას გასცემს მედიატორის სამსახური, რომელიც არის სახელმწიფო ორგანო. მაგრამ თავის მხრივ სადაზღვევო კომპანიებიც აღარ უტოვებენ არჩევანს დაზღვეულებს, იმიტომ რომ დაზღვეული იძულებულია მიმართოს მხოლოდ სადაზღვევო კომპანიის ამბულატორიას და კლინიკას და სხვაგან წასვლის უფლება არ აქვს. არ არის ეგრე, ამ რეფორმის შედეგად დაზღვეულ შესაძლებლობა ექნება სხვა კლინიკაშიც მივიდეს და სადაზღვევო კომპანია იქნება ვალდებული აუნაზღაუროს ეს მომსახურება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ესე არ მოხდება, დაზღვეულს ექნება უფლება უჩილოს ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიას მედიატორის სამსახურში და შესაბამისად სახელმწიფომ შეუძლია გაუწყვეტოს ხელშეკრულება ამა თუ იმ კომპანიას. და რაც მთავარია, გაუწყვეტოს და 3 წლის განმავლობაში აღარ გაუფორმოს. ეს საკმაოდ დიდი ზარალი იქნება ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიისთვის და დარწმუნებულია, რომ მათი სერვისი კიდევ უფრო გამოსწორდება აი ამ საჯარიმო სანქციების შემოღების შედეგად. ის თანხა, რომელიც გათვალისწინებულია უმწეოთა დაზღვევისათვის, საკმარისია, რომ ადამიანმა მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება ის რაც სადაზღვევო პაკეტში ჩვენ გავაკეთეთ ანალიზი გასული წლების განმავლობაში ეს მოდი ესე ვთქვათ ეს ხომ ახალი პროექტი არის ეს ხო სულ რაც 2 წლის პროექტია შესაბამისად 2 წლის ანალიზი გავაკეთეთ და აბსოლუტურად საკმარისია ეს თანხები და თან ეს თანხები განისაზღვრა აუქციონის შედეგად მინდა გითხრათ და აუქციონზე გაიმარჯვეს ამ კომპანიებმა ამ თანხების მიხედვით და შესაბამისად არის სრულიად საკმარისი იმისათვის რომ სადაზღვევო პაკეტი იქნება სრულად დაფარული და ამავდროულად ამ კომპანიებმა ააშენონ იქ სამანტყოფოები რომელიც მათივე მფლობელობაში იქნება. შარშან რო იყო 5-ლარიანი პაკეტი რომელიც მოქმედებდა. ეს არის სხვა. ეს არის უმცეოთა დაზღვევა რომელიც იყო 15-ლარიანი პაკეტი. კი ბატონო ეს არის 15-ლარიანი პაკეტზე ლაპარაკი 15 ლარი ყოველთვიურად რომელიც აუქციონის შედეგად უფრო დაბალ ფასზე ჩამოვიდა. გასაგებია. თქვენ დღეს ასევე ბრძანეთ რომ რამდენიმე კლინიკას სახელმწიფო გაარემონტებს. კი, ეს არის ასევე რატომ ბატონო ნიკა, რატომ ხარჯავთ ფულს, როდესაც შეიძლება შემოიყვანოთ ინვესტორი და ინვესტორმა აიღოს ეს კლინიკა? გეტყვით, ეს არის რეალურად ჩვენ რეგიონებში გადავედით აი ამ სადაზღვევო კომპანიების პრაქტიკაზე და გამიმაზე რა ქვიან მათ მიოცით მშენებლობის უფლება. რაც შეეხება თბილისში შემოსულები არიან უკვე გარკვეულწილად ინვესტორები და მინდა გითხრათ რომ რამოდენიმე ადგილას აშენებენ ეხლა ახალ სამანტყოფოებს, მათ შორის ქართველი ინვესტორებიც, მაგალითად რესპუბლიკურ სამანტყოფოებს გვაქვს უკვე მოლაპარაკება და ნაპოვნი ყავს ინვესტორი, რომელიც რესპუბლიკური სამანტყოფოს რეაბილიტაციაში ჩადებს უახლოეს მომავალში $30 მილიონ-ზე მეც და ახალი ტექნოლოგიების სამანტყოფოს შევთავაზებთ ჩვენ თბილისელებს. მაგრამ გარდა ამისა, გვაქვს ჩვენ რამოდენიმე სამანტყოფო, რომელიც ეხლა
ფუნქციონირებს საკმაოდ ცუდ პირობებში, ეს არის 14-მდე დაახლოებით საავადმყოფო და მეორეს მხრივ ქონდა ჩვენ დიღომში რკინიგზის და ჟვანიას საავადმყოფოები, რომლებიც საკმაოდ დიდი შენობებია და რომლებიც ესე ვთქვათ საკმაოდ ცუდ პირობებში ფუნქციონირებდა. აქამდე ვერ მოხერხდა იქ ინვესტორის მოძებნა, არ გამოჩნდა, შესაბამისად სახელმწიფომ იმისაც რომ დაეჩქარებინა ეს პროცესი, გადაწყვიტა რომ იქ მოეხდინა ამ შენობების სრული რეაბილიტაცია, რემონტი შესაბამის სტანდარტებით და ამის შემდეგ ჩვენ აი ამ შენობებში შევიყავთ 14 ჯამში 14 კლინიკა განთავსდება, მათ შორის ჟვანიას კლინიკა, მათ შორის რკინიგზის კლინიკა, მათ შორის ჯოინის კლინიკა, რომელიც ახლა იქ არის და მათვე მიეყიდებათ თუ მათი სურვილი იქნებათ პრივატიზაცია მოხდება მათზევე აი ამ შენობების და აი ამ საავადმყოფოების. გარდა ამისა, ასევე მინდა კიდევ დავამატო, რომ სახელმწიფო ასევე აშენებს ინფექციურ კლინიკას და ასევე შენდება Global Fund-ის დაფინანსებით შიცის კლინიკა. გარდა ამისა, თქვათ, USAID აშენებს კლინიკებს ახალციხე, ახალქალაქში და ნინოწმინდაში, მსოფლიო ბანკი აშენებს კლინიკას ამბროლაურის რაიონში, შესაბამისად ჩვენ ჯამში რა გავაკეთეთ? რომ არ ვიყოთ დამოკიდებული რომელიმე ერთ-ერთი კომპანიის წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე. არ ვიყოთ დამოკიდებული რომელიმე ერთი კომპანია მოიზიდავს თუ ვერ მოიზიდავს თანხებს ამ რეფორმის განსახორციელებად. შესაბამისად ჩვენ გავაკეთეთ დივერსიფიკაცია. დღეს საქართველოს ჯანდაცვის სექტორში საავადმყოფოების მშენებლობა დაიწყება უახლოესი 1 თვის თვენახევრის განმავლობაში და ეს მშენებლობა დაიწყება 15-20 კომპანიის მიერ. ანუ 10 კომპანია, სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც გააკეთებენ ამას რეგიონებში, სახელმწიფო თვითონ გააკეთებს ამას თბილისში, ინვესტორები და უცხოელი ინვესტორები, ისე როგორც ადგილობრივი ინვესტორები გააკეთებენ ამას თბილისში, ასევე USAID-ის თანხები და ასევე მსოფლიო ბანკის თანხები იქნება. როდის არის ბოლო ვადა, რომ აი ყველა კომპანიამ ჩააბაროს ასე გამზადებული შენობები და საავადმყოფოები? ესე ვადაც არის განსაზღვრული ამ რეფორმის მიხედვით. ბოლო ვადა უმრავლესობა საავადმყოფოებზე არის მომავალი წლის 31 დეკემბერი. რამოდენიმე საავადმყოფოზე, რომელიც არის შედარებით დიდი 70 საწოლიანზე მეტ საავადმყოფოზე, იქ არის განსაზღვრული ვადა 31 მარტი 2012 წლის. შესაბამისად, ჩვენ მომავალი წლინახევრის განმავლობაში რეალურად უდიდეს ნაწილს ამ რეფორმისას დავასრულებთ. ანუ მაისში, ივნისში, ივლისის თვეებში დაიწყება, არ ვიცი, 46 საავადმყოფოს მშენებლობა რეგიონებში, გარდა ამისა თბილისში მშენებლობები და რეაბილიტაციები და გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში ჩვენ გავაფორმებთ სავარაუდ ხელშეკრულებას ისრაელ კომპანია IHOP-თან, რომელიც ამასთან ერთად დაიწყებს მშენებლობას 27 სხვა რეგიონულ ცენტრში. მათი ვალდებულება სწორედ ეს იქნება. ანუ მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია აი ამ რეფორმის შედეგად ჩვენი ჯანდაცვის რეფორმის და მე მინდა ბოლოს შეკითხვა დაგისვათ ბატონიკა შეიძლება რომ მოკლე პასუხი გამცეთ. მე არ შემიძლია არ შევეხო საგადახო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, რომელიც ძალიან ბევრს აინტერესებს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს. საუბარია იმაზე, რომ შეიძლება შემოვიდეს ფიქსირებული გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის. თლად ფიქსირებულს ამას ვერ დავარქვენ, თუმცა კი ბატონო, გეთანხმებით ფინანსის სამინისტროზე მაქვს დავალებული და უკვე მუშაობთ ჩვენ ამაზე, რომ გავამარტივოთ მაქსიმალურად მცირე მეწარმეებისთვის გადასახადო აღრიცხვიანობა. დღეს და ტვირთის სხვადასხვა. დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ მცირე მეწარმეს არ შეუძლია დაიქიროს ბუღალტერი, არ შეუძლია სწორედ აწარმოოს ყველა ის საკმაოდ რთული პროცედურა, რომელიც განსაზღვრულია საგადასახადო კოდექსის მიხედვით. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივებთ და ამასთვის უკვე შევისწავლეთ საერთაშორისო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და მაქსიმალურად გავამარტივებთ აღრიცხვიანობას, შევამცირებთ გარკვეულწილად ტვირთსაც, თუმცა ამას ვერ დავარქვენ ფიქსირებულ გადასახადს, ფიქსირებულ გადასახადს ცოტა უფრო სხვა ცნებაა წმინდა ფისკალური პოლიტიკის კუთხით და ამას ჩვენ უახლოეს თვეებში შევთავაზეთ საზოგადოებას. დიდი მადლობა ბატონიკა, არჩევანის სტუმარი გახდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში კონსტანტინე განსახურდია ჩაგვერთვება შვეიცარიიდან. საბედის წეროტყვია მოკლეს თუ თავი მოიკლას ვიად გამსახურდია. რატომ არის დღემდე პასუხგაუცემელი კითხვა, რომელიც 17 წელია აქტუალურია. იქნება თუ არა საპარლამენტო კომისიის დასკვნა სკანდალური. სარსახა შემიძლია გითხრა. გამსახურდია არის მოკლე. ნამდვილად იგი არის ძალიან მაღალი ალბათობით მოკლე. იყო თუ არა მეორე ნატყვიარი გამსახურდიას სხეულზე, რატომ არ ეთანხმებიან კოლობის ვერსიას ვიად გამსახურდიას გარემოცვის ის წევრები, რომლებიც 1993 წლის ახალი წლის ღამეს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ. მე ჩემი თვალით არ დამინახია, რომ ბატონზეაც შუბთან ქონდა მიდობილი იარაღით, მაგრამ კვლელობის ვერსიას გამოვიწყდა. რატომ გამორიცხა თვითმკვლელობის ვერსია საპარლამენტო კომისიამ? რა მასალები მოიპოვა და კიდევ რა ექსპერტიზას ითხოვენ კომისიის წევრები სიმართლის დასადგენად? გაქრეს ყოველგვარი ეჭვი, ამიტომაც ჩვენ ვაპირებთ
ჩავატაროთ, ესე ვთქვათ, ბალისტიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზა. ახალი ექსპერტიზის ახალი დეტალები. რა ინფორმაციას ფლობს პირველი პრეზიდენტის შვილი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე. საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის კონსტანტინე გამსახურდიას პირდაპირ ჩართვა შვეიცარიიდან და არჩევანი სტუდიაში კომისიის წევრი სანდრო ბარამიძე. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება, მაშასე მოკლეს თუ თავი მოიკლა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა რა დასკვნას ამზადებს საპარლამენტო კომისია. ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში კომისიის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია ჩაგვერთვება, რომელიც შვეიცარიაში იმყოფება. საღამო მშვიდობისა, ბატონო კონსტანტინე, დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. საღამო მშვიდობისა, ბატონო ზაალ, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს და სტუმრებს. ბატონო კონსტანტინე, ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და კომისიის ძალიან ბევრი წევრი უკვე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შეუძლიათ თქვა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლეს. კონკრეტულად თუ შეგვიძლიათ გითხრათ, რა დასკვნას ამზადებს კომისია? თქვენი ინფორმაციის მიხედვით და იმ ფაქტების მიხედვით და მასალების მიხედვით რაც გაგაჩნიათ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია? ბატონო ზაალ, სანამ გადავალთ ჩვენი, ასე ვთქვათ, საუბრის უმთავრეს თემაზე, მე მინდა არჩევნების თემას შევეხო ვისარგებლო შემთხვევით და ალბათ არც თქვენ მიწყენთ ამის გამო და არც ჩვენი ტელემაყურებელი. ბატონო კონსტანტინე, ოღონდ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, თორემ ჩვენი გადაცემის თემა სხვა არის, ძალიან მოკლედ, კი ბატონო, ჩვენ არ მონაწილეობთ მერის არჩევნებში. არ გვყავს კანდიდატი, არც არ გვიდგენია კანდიდატი, თუმცა ჩვენ მონაწილეობთ, მე ვგულისხმობ პოლიტიკურ მოძრაობა თავისუფლებას, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე გამართლებულად მიმაჩნია ნებისმიერი კანონიერი საშუალება, რათა საქართველოში ჩვენი პროგრამა მაქსიმუმით დასრულდეს, ხოლო პროგრამა მინიმუმით შეირყეს კომუნისტური პარტიისა და მოქალაქეთა, ასე ვთქვათ, კავშირის მემკვიდრე ნაციონალური მოძრაობის ერთპარტიული მმართველობა. ამ არჩევნებში ჩვენი დევიზია გონიერი, ქვეყნის მოყვარული და ეროვნულად განწყობილი ადამიანები საკრებულოში. მე ვისარგებლობ შემთხვევით და ასე ვთქვათ, ვინაიდან წინა საარჩევნო პერიოდია და ადამიანებს აინტერესებდათ ჩვენი მონაწილეობა არ მონაწილეობა არჩევნებში, მეც მოგახსენეთ. რაც შეეხება ახლა ჩვენს ძირითად თემას. მე კარგად გახსოვთ შუალედური მოხსენებით წავსდექი, მას შემდეგ რაც ჩვენ შევისწავლეთ პროკურატურაში, მთავარ პროკურატურაში დაცული არქივი, სადაც არის საუბარი ზვიად გამსახურდიას უკანასკნელ დღეებზე და არის უამრავი ჩვენება იმ ადამიანებისა, რომლების გზებით მასთან გადაიკვეთა და რომლებიც მისი თანხმლები პირნი იყვნენ. მაშინ მე ვთქვი, რომ თვითმკვლელობის ვერსია არის გამორიცხული. ახლახანს ჩვენ მივიღეთ რუსეთის პირველი პირების თანხმობით და რუსეთის გენერალური პროკურორის ნებართვით როსტოვის სამედიცინო საექსპერტო დასკვნა, რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს ნომერ 16 ცენტრში შედგენილი, ეს მოხდა 2007 წლის მარტში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ამყარებს ჩვენს თეზას. ამჯერად ეს ჩვენს მიერ განიხილება არა როგორც ვერსია, ანუ ვერსია შეიძლება იყოს თვითმკვლელობა, რომელიც ჩვენს მიერ არის გამორიცხული. არამედ ეს არის უკვე თეზა. ეს არის თეზა, რომ ზვიად გამსახურდია იქნა მოკლული. რაც შეეხება ამ მკვლელობის დამკვეთს, ეს გახლავთ ედუარდ შევარდნაძე და უნდა წარმოვიდგინოთ ასე ეს სქემა. ედუარდ შევარდნაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც განიცდიდა ლეგიტიმაციის პრობლემას იმ დროს და მან მოძებნა ასეთი გამოსავალი მან და მისმა გარემოცვამ. იყო ორი საშუალება, ორი შესაძლებლობა. მათ უნდა მოესპოთ ზვიად გამსახურდია პირდაპირ ღიად დაუფარავად, რაც თავისთავად მისი ლეგიტიმაციისთვის ცუდი იქნებოდა, ან უნდა დაეპატიმრებინათ და ჩამოეყვანათ თბილისში და გაესამართლებინათ. ეს ასევე ბატონო კონსტანტინე, თქვენ ახლა საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას უყენებთ საქართველოს ექს-პრეზიდენტს. გაქვთ ამისი ფაქტობრივი მასალა, რა მასალებზე დაყრდნობით გიძახით, რომ შევარდნაძე იყო შემკვეთი? დიახ, ის იქნა განადგურებული ისე, რომ ეს ყველაფერი შეიფუთა როგორც თვითმკვლელობა და ასეც გავრცელდა მთელს მსოფლიოში. ანუ ლეგიტიმაციის პრობლემა ნამდვილად მოიხსნა. იქ მანამდე ვერც კი ახერხებდა იმას, რომ პრეზიდენტი დაერქმნა და სახელმწიფო მეთაური ეწოდებოდა, ეს იყო მისი ტიტული, ხოლო როდესაც განადგურებული იქნა ფიზიკურად ზვიად გამსახურდია, მას უკვე მიეცა შესაძლებლობა, რომ
ჩაეტარებინა ეგრეთ წოდებული არჩევნები და გამختარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. რაც შეეხება ამ კვლელობის მექანიზმებს, ესეც ჩვენს მიერ იქნა აღდგენილი. აქ არის ორი არხი ძირითადად, რომლითაც ეს ასე ვთქვათ ცენტრალური საკომანდო პუნქტი ხელმძღვანელობდა. ერთი არხი ეს იყო გენერალი გია გულუა და მეკავშირე იყო შოთა კვირაია, შინაგან საქმეთა მინისტრი. სწორედ კვირაიას საშუალებით ხდებოდა ველზე გასული გია გულუას კონტროლი და წარმართვა. ამავე დროს იყო მეორე არხი, ეს იყო გენერალი ავთანდილ იოსელიანი, ეს იყო უშიშროების არხიც, ორი ოპერატიული არხი მუშაობდა მაშინ და ისინი ფეხთაფეხ მისდევდნენ ზედ გამსახურებას. თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია ბატონო კონსტანტინე? საიდან ფლობთ ამ ეს ფათაშორის ჩვენ მოვიპოვეთ ინტერვიუების საშუალებითაც, როდესაც დავკითხეთ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ იმ დროს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და ამავე დროს ფათაშორის ამ შემთხვევაში საუბარია კიტოვანზე და გიორგაძეზე? მე ჩაგეკითხეთ. დავკითხეთ სამეგრელოს ოპერატიული მუშაკები, უშიშროების მაშინდელი ხელმძღვანელები და დადასტურდა ეს ყველაფერი, იცით? სხვათა შორის აი საინტერესო ინფორმაციასაც გეტყვით. ჩვენ დაგვიდასტურა, კერძოდ ზუგდიდის უშიშროების ხელმძღვანელმა, რომ იქ იმყოფებოდა ეგრეთ წოდებული ლეტუჩემშ არის ასეთი ქვეგანაყოფი, ალბათ 10-15 ადამიანი იყო გენერალი გია გულუას დაქვემდებარებაში, ესეც დადასტურდა. ამავე დროს ყოველ დღე თურმე მათ სთხოვდნენ ანგარიშს. აი ესეთ სიტუაცია იყო 1993 წლის შემოდგომაზე, როდესაც ზედ გამსახურდია რამდენიმე ადამიანის, ასე ვთქვათ, მისი თანმხლები პირებთან ერთად გადაადგილდებოდა ერთი სოფლიდან მეორეში და როგორც ირკვევა მისი გადაადგილების მარშრუტიც და მისი დისლოკაციის ადგილები ძალიან კარგად იყო, ძალიან მალე ცნობილი მისი მდევნელებისთვის. ვისგან იყო ცნობილი? ყავდათ. ვისგან იყო? ახლა რაც შეეხება როსტოვის დასკვნას. როსტოვის დასკვნაში შეიძლება არ იყოს ახალი გარემოებები, თუმცა ლაპარაკი არის ისევ იმ ტყვის არხზე, რომელიც არის ზემოდან ქვემოთ და ადამიანი თავს არასოდეს არ იკლავს ისე, რომ ზემოდან ქვემოთ დაიხალოს ტყვია, ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება, სხვათა შორის. იქ არ არის ლაპარაკი მეორე ტყვიაზე, ვინაიდან ის მეორე ტყვია თუ ის ბილოფში გავიდა, ძვლოვან ნაწილს არ დააზიანებდა. სხვათა შორის ქალბატონმა თამარ დეკანოსიძემ შენიშნა პირველად ის შემავალი ჭრილობა და ბატონმა სოსოთორიამაც დაადასტურა, რომ იყო ასეთი ჭრილობა. თუმცა დაცვის წევრები, რომლებიც ბატონ ზვიათს ახდნენ იმ ღამეს, კატეგორიულად უარყოფენ მეორე ტყვის არსებობას. დიახ, ისინი უარყოფენ და ალბათ გასაგები მიზეზის გამო უარყოფენ, ვინაიდან ყველა აქ საკუთარ ტყავს უფრთხილდება უპირველეს ყოვლისა. მე მოგახსენებთ, რომ როსტოვის დასკვნაში არის კიდევ სხვა ძალიან საინტერესო მომენტები. მაგალითად, აქ საუბარია ნეკნის 9 მოტეხილობაზე, 9 ნეკნის მოტეხილობაზეა საუბარი, ბოქვენის ძვლის მოტეხილობაზეა საუბარი და მენჯის ძვლის მოტეხილობაზე. ახლა იქ ექსპერტი საკმაოდ ფრთხილად გამოთქვამს მოსაზრებას, რომ შესაძლოა კუბოს რამდენადაც კუბოს სარქველი დაზიანდაო, დიდი გრუნტის დიდი მასა დააწვაო ამასო და შესაძლოა ამან გატეხაო, მაგრამ რა თქმა უნდა, კითხვებით ჩნდება, ახლა რატომ მაინდა-მაინც 9 ნეკნი გატეხა და რატომ ყველა ნეკნი არ გატეხა, თუ ასეთი დიდი ზეწოლა იყო გრუნტის მხრიდან. ანუ თქვენი ვერსია არის, რომ ზვიად გამსახურდიაზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა მკვლელობამდე? აი საქმეც ამაშია, რომ ესე იგი აქ მკვლელობა ცხადია ეს თეზა რჩება, მაგრამ როგორ იყო მკვლელობა, აი სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო. ეს იყო მხოლოდ იმ ტყვით საშუალებით, რომელმაც აი ეს არხი დატოვა და ორი მოტეხილობა, ანუ შემავალი და გამოვალი ხრელი, თუ ეს იყო მანამდე, თუ დადასტურდება, რომ ეს მოტეხილობები, გულისხმობ იგივე ბოქვენის ძვლის მოტეხილობას, იგივე მენჯის ძვლის მოტეხილობას, რომელიც თავისთავად ძალიან რთულია, რომ წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა მოწყდეს, თქვათ, ადამიანს მენჯის ძვალი ან ბოქვენის ძვალი. გულისხმობ მით უფრო ძვლოვან ნეშტს, როგორ უნდა მოწყდეს ზეწოლის საშუალებით. თუ ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა, მაშინ სიკვდილი გამოწვეული არის არა ტყვით, არამედ სწორედ აი ამ ზეწოლით, მის სიცოცხლეშივე და მაშინ ეს ტყვია, რომელმაც დატოვა არხი, ეს არის ჩვეულებრივი საკონტროლო გასროლა. აი ეს არის. ბატონო კონსტანტინე, რა მასალა ჩაიტანეთ თქვენ გერმანიაში გამოსაკვლევად? სწორედ აი ეს როსტოვის ექსპერტიზის დასკვნა და მინდა შევხვდე სპეციალისტებს გულისხმობ პათანატომიისა და სასამართლო ექსპერტიზის განხრით, რათა ვკითხო მათ აზრი. მე მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა აი ასეთი ტიპის მოტეხილობები, ვაიდან ეს საკმაოდ ბევრ ამას ცვლის.
ანუ პასუხი უნდა გაიცეს ძირითად ბატონო კონსტანტინე, თქვენ მოსკოვში როდესაც ბრძანდებოდით, იქ შეხვდით თენგიზ კიტოვანს, შეხვდით იგორ გიორგაძეს და მიიღეთ მათგან გარკვეული ინფორმაცია. ამ შემთხვევაში თქვენ რამდენად ენდობით მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციას, რამდენად შეიძლება გამოყენებული იყოს ეს დასკვნაში, რამდენად სანდოა ყველაფერი ეს? ჩვენ ისედაც იგივე ბატონი ავთოიოსელიანისგანაც ვიცოდით ეს ინფორმაციები, მანამდე, როდესაც ჩვენ გადავიღეთ ფილმი დინების საწინააღმდეგოდ, ტელეიმედზე გავიდა ეს ფილმი, ეს ინფორმაციები ჩვენ მაშინაც გქონდა და მაინდამაინც ახალი არ ყოფილა. ანუ ოპერატიული ინფორმაციის ნაწილს ჩვენ ყოველთვის ფლობდით და რა არის იმაში გასაკვირი, რომ თქვათ ავთოიოსელიანის ჯგუფი რეალიზატორი, რეალიზაციის ჯგუფი უბრალოდ ფეხდაფეხ მისდევდა ზვიად გამსახურდიას. კონკრეტულად ვის შეასრულა ეს დავალება? თუ გაქვთ ინფორმაცია, მართლაც დაინტერესებული ყოფილიყო იმაში, რომ რაღაცნაირად კონტროლ ქვეშ ყოლოდა ზვიად გამსახურდიას გადაადგილება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ბუნებრივია, თბილისში ძალიან წუხდნენ, ძალიან ეშინოდათ იმისა, რომ ზვიად გამსახურდია კვლავ დაიბრუნებდა დაკარგულ პოზიციებს და ეს პოზიციები მან დაკარგა პრაქტიკულად მას შემდეგ, რაც თბილისის რეჟიმმა ადმირალი ბალტინი და მისი შეერაღებული ძალები შემოიყვანა დასავლეთ საქართველოში, თორემ მანამდე ზვიად გამსახურდიას მომხრე შეერაღებულმა ფორმირებებმა თითქმის ქუთაისამდე მოაღწიეს და უკვე აღარაფერი აღარ უკლდა. იმას რომ ისინი ლიხის კედავდნენ მთელ საქართველოს გააკონტროლებდნენ. ბატონო კონსტანტინე, თქვენ ბრძანეთ, რომ ედუარდ შევარდნაძემ გასცა უშუალო ბრძანება ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციის. მაშინ ვინ იყო შემსრულებელი? ვინ შეასრულა ეს ბრძანება უშუალოდ? აი აქ არის სწორედ ეს ოპერატიული ჯგუფები, ჩვენ სხვათა შორის დადგენილი ყავს იგივე ჯგუფი ეროვნული მებრძოლებისგან შედგენილი, რომლებიც თანამშრომლობდნენ გენერალ გია გულუასთან. ეს ჯგუფი ჩვენ ყავს დადგენილი კარტოტეკის დონეზე. რა თქმა უნდა, არის მეორე ჯგუფი, აქ უფრო ძნელია მათი ვინაობების დადგენა. ეს არის უკვე უშიშროების ჯგუფი. ნუ არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ძალიან ძნელია დაადგინო ვინ იყვნენ ეგრეთ წოდებული ლეტუჩე მიშის. კიდევ იყო საუბარი ჯგუფ ვიმპელზე, ეს ვიმპელი რუსული სპეცდანიშნულების რაზმია და შესაძლებელი იყო, რომ მათ შეესრულებინათ ეს დავალება. ვიმპელი არ ზე რა მოგახსენოთ, მაგრამ მე უფრო მგონია, რომ ეს იყო ლეტუჩე მიში, უფრო რამდენადაც უშიშროების მონაცემებით სწორედ აი ეს ქვეგანაყოფი იყო და ემორჩილებოდა სხვათა შორის გენერალ გია გულუას. ანუ იგი ქართულ მხარეს ემორჩილებოდა და ქართული მხარის განკარგულებებს ასრულებდა და საერთოდ იმ პერიოდში, როდესაც თვალს გადაავლებთ, ძალიან ძნელია გაავლოთ საზღვარი ქართულსა და რუსულ მხარეებს შორის და ვერ იტყვით, სად თავდება რუსული და სად იწყება ქართული და პირიქით. გასაგებია და ბატონო კონსტანტინე, როდის იქნება დასკვნა მზად საპარლამენტო კომისიის? ნუ ამას ჭირდება გარკვეული სამუშაოების ჩატარება. მე განვაცხადე ადრესს და ეხლაც გაგიმეორებთ, რომ საჭიროა ბალისტიკურ ტრასოლოგიური ექსპერტიზა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა გაფორმდეს და თავისებურად იურიდიულად გამართული იყოს ყველაფერი. იგივე გენერალურ მთავარ პროკურატურაში არის დაცული საწოლის დაფა, რომელზეც არის ტყვის კვალი და მე ყოველთვის მიკვირდა, რომ როგორ შეიძლებოდა ასეთი კვალი დაეტოვებინა ისე ნასროლ ტყვიას, როგორც ჩვენ წარმოგვიჩენენ თქვენს მიერ წეღან ნახსენები ადამიანები, ანუ ადამიანები, რომლებისგანაც მომდინარეობს თვითმკვლელობის ვერსია და ეს ყველაფერი უნდა ჩემის აზრით გაიზომოს, დაითვალოს უზუსტესად და პასუხი გაცემული იქნება შეკითხვაზე. შესაძლებელია თუ არა აი ასეთი კვალი დატოვოს ტყვიამ საწოლის თავზე. მაგრამ ეს ვიმეორებ, ეს არის ალბათ იმისთვის, რომ ყველაფერი იქნეს კორექტულად ჩამოყალიბებული. ამავე დროს საჭიროა კვალიფიციური ექსპერტების აზრიც იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლებოდა გამოეწვია აი ასეთი დაზიანებები ჩონჩხზე. შეიძლებოდა თუ არა, მაგალითად, რომ გრუნტის, სამარის გრუნტს მართლაც ისეთი ზეწოლა მოეხდინა, რომ მომხდარიყო ასეთი მოტეხილობები. თუ ასეთი მოტეხილობები არ არის, ვიმეორებ, სამარის გრუნტის ზეწოლის შედეგად, მაშინ სულ სხვა სურათი იქნება. მაშინ სახეზე არის ძალიან დიდი, ძალიან სერიოზული ზეწოლა ადამიანზე. და სხვათა შორის იგივე მეორე ჭრილობაც კარგად ჯდება ამ შემთხვევაში. ბატონო კონსტანტინე, თქვენ თამარ დეკანოსიძემ შენიშნა სხვათა შორის პირველად. თქვენ ასევე ითხოვდით, რომ მიგეღოთ ჩვენება ედუარდ შევარდნაძისგან. კიდევ დგას თუ არა ეს მოთხოვნა დღის წესრიგში? აპირებთ თუ არა, რომ შეხვდეთ შევარდნაძეს? თქვენ თუ არა კომისიის წევრები მაინც? დღის წესრიგში ეს მოთხოვნა იდგა, თუმცა მან უარით გვიპასუხა.
და ეს კიდევ უფრო აძლიერებს იმეჯს, რაც ჩვენ ყოველთვის გვქონდა. ძალიან ბევრი შეკითხვები დაგროვდა იგივე ოპერატიულ ნაწილში, იგივე აი პოლიტიკურ ნაწილში, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ადამიანს არ სურს კომისიასთან თანამშრომლობა და იგი სერიოზულად საერთოდ არ განიხილავს ამ კომისიას და ხა ბუნებრივია, როდესაც ასეთი დამოკიდებულება აქვს, ვიღაცას ძალიან ძნელია მასთან. ის ერთ-ერთი არგუმენტი, როდესაც მე მოვისმენ ედვარდ ჩევარდანს ეძახდა, არიზიანებდა კომისიას მხოლოდ იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა კომისიას ხელმძღვანელობდეს ზვიად გამსახურდიას შვილი. ასეთი იყო მისი არგუმენტი. ჩემს მოადგილეს უმრავლესობიდან ბატონ ლაშათორდიას, რათა ის და რამდენიმე დეპუტატი შესულიყვნენ შევარდნაძესთან და დაესვათ ის შეკითხვები, რომელიც ჩვენი მუშაობის მანძილზე წარმოიშვა. დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე, სამწუხარო ჩვენი დრო იწურება. ჯერჯერობით ეს ამბავი ვერ მოგვარდა და პირადად საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ალბათ დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე, ჩვენ ველოდებით გერმანელი ექსპერტების დასკვნასთან ამ საქმესთან დაკავშირებით და უკვე თბილისში ჩამოგბრძანდებით, ალბათ უფრო ბევრი ინფორმაციას ჩამოიტანთ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. კონსტანტინე გამსახურდიას საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ახლა სანდრო ბარამიძე არის ჩვენი სტუმარი სტუდიაში, ექსპერტი, ადვოკატი, რომელიც საპარლამენტო კომისიაში მუშაობს. საღამოშვიდობისა ბატონო სანდრო, მადლობთ რომ მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში. თქვენი შეფასებით ის ფაქტები, რაც დღეს კომისიას გააჩნია, გაძლევთ თუ არა იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ წინასწარი დასკვნები, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია? დიახ. მე ამას ცალსახად დადებითად უპასუხებ. რა ფაქტებია ეს? პირველ რიგში ის, რომ მე ჭერ მეპარება, რომ აქ იყო არა ერთი, არამედ ორი გასროლა. ანუ თქვენ ამ ვერსიას იზიარებთ, რომ ორი გასროლა იყო? ნუ, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ არსებობს ვიდეო ფირი, როდესაც მოხდა ზვიად გამსახურდიას გვამის პირველი ექსჰუმაცია, მისი გარდაცვალებიდან სადღაც 40 დღის შემდეგ დაახლოებით ეს ლაპარაკია. დაახლოებით კი ზუსტად 1994 წლის 17 თებერვალს მაშინ სპეციალური კომისია ჩავიდა ჯერჯი ხაშკარში, ზვიად გამსახურდიას დაკრძალვის ადგილიდან ამოსვენებულ იქნა კუბო. ეს კუბო მერე გადასვენებულ იქნა სენაკის აეროდრომზე, სადაც 21 კაციანმა კომისიამ დაათვალიერა გვამი. აი ამისი ამსახველი ვიდეო ფირი მაქვს ნანახი, სადაც აშკარად, სრულიად ცალსახად ჩანს ორი ნატყვიარი იმ რაკურსით, საიდანაც ესე იგი მე ვხედავდი ამ ფირს უბრალოდ გვამ. მაგრამ ბატონო სანდრო, ვიდეო მასალამ შეიძლება შეგიყვანოთ შეცდომაში. თვითონ ექსპერტებმა, რომელიც ათვალიერებდნენ მაშინ ცხედარს ექსჰუმაციის დროს, მათ თუ დაადასტურეს მეორე ნატყვიარის არსებობა? მათ დაადასტურეს სულ 7 დაზიანების არსებობა. ნატყვიარს ისინი არც ერთ დაზიანებას არ უწოდებენ. მაგრამ ისინი ამბობენ, რომ გვამს, უпроსოდ თავის არეში გვამს დიახ, აქვს 7 დაზიანება მთლიანად. მაშინ, როდესაც მოწმეები ირწმუნებიან, რომ დაზიანება სულ 2 იყო. ნუ ხვდებით, რომ პრინციპული სხვაობაა 2-სა და 7 შორის. გეთანხმებით, შეიძლება ფირი, თქვათ, არ იყოს მასშტაბზე მხოლოდ ფირი არ იყოს უпроსოდ პირდაპირ მტკიცებულება. რა უყოთ მაშინ ფირზე თამარ დეკანოსიძის, აკადემიკოს თამარ დეკანოსიძის კომენტარს, რომელიც იმ 21 კაციან ჯგუფში იყო და რომელიც აი აქ არსებულ დაზიანებას მიიჩნევს ნატყვიარად. გასაგებია. ეს დასკვნა, თქვენ თუ დაადასტურეთ და დასკვნას თუ ჩამოაყალიბეთ, რომ ზვიად გამსახურდია არის მოკლული. გაძლევთ თუ არა იმის საფუძველს, რომ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრას კონკრეტული პიროვნებების მიმართ? ნუ ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის. რაღაცა ის რომ პროკურატურამ და საგამოძიებო ორგანოებმა რაღაცა ახალი რადიკალური ნაბიჯი უნდა მიიღონ, ეს ჩემის ღრმარწმენით ასეა, დიახაც ასეა. კონკრეტულად რა ზომები უნდა მიიღონ და ტაქტიკურად საიდან უნდა დაიწყონ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ფაქტია ის, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალები, რაც თვითონ საქმის მასალებში თვითონ არის, ეს დოკუმენტაცია, მოწმეთა ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, უკვე იძლევა საფუძველს მაღალი ალბათობით შევიტანოთ ეჭვი გარკვეული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების ისტორიაში. უпроსოდ შევიტანოთ ეჭვი იმაში, რომ ეს ჩვენებები არის მიცემული შეგნებულად ცრუ, ასე ვთქვათ, განზრახვით, ანუ წარმოადგენს შეგნებულად ცრუ ჩვენებებს. ბატონი კონსტანტინე საუბრობდა სხვა დაზიანებებზე, საერთოდ ნეკნების მოტეხილობა, დაუშვათ ბოქვენის ზვალის მოტეხილობა. რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს ადამიანმა ასეთი ტრავმები?
ეს მოტახელებები დაფიქსირებულია მასშტაბამდე როსტოვის ექსპერტიზის დაწნაში. სხვა ექსპერტიზა მოგხსენებათ არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე, გვამის დათვალიერებით ასეთი დაზიანებების ძვლის მოტახელობის მაგალითად დაზიანებების აღნუსხვა შეუძლებელია, ამიტომ სხვა ამას ვერავინ ვერ ეთყოდა. მაგრამ გამსახურდიას ოჯახის წევრებიც მე გიორგი გამსახურდიას გულისხმობ როსტოველი ექსპერტების დასკვნას ეჭქვეშ აყენებს მე მის კომენტარები რომ მოვისმინე. რამდენად სანდოა ასე ვთქვათ ის ექსპერტიზა რაც ცხედას როსტოვში ჩაუტარდა. ახლა მე 100%-იან კრედიტს ვერ მივცემ როსტოვში ჩატარებულ ექსპერტიზას, თუმცა არც იმის საფუძველი მაქვს ამ წუთში, რომ თქვა, რომ მაინც და მაინც არასწორია ეს ექსპერტიზა. რაც შეეხება იმ კითხვას, რომ თქვენ მეკითხებით, რა შემთხვევაში შეიძლება ძვლებს მიიღო ასეთი დაზიანება, თვითონ ამ ექსპერტიზაში გამოთქმულია ვარაუდი, როგორც ბატონმა კონსტანტინემაც თქვა, რომ ეს გრუნტის დაწოლის შედეგად მოხდაო, მაგრამ რატომ არ შეიძლება მაგალითად ეს ფიზიკური ზემოქმედების ანუ უბრალოდ მოდი ასე ვთქვათ სემის შედეგად მოხდარიყო. არა, ამ შემთხვევაში გვამზე თვითონ სანამ მე ვიძახი ექსგუმაცია როცა ჩატარდა ანუ საქართველოში, მაშინ არ შეეტყობოდა გვამს ეს დაზიანებები? ხო, მაგრამ ეს დათვალიერება მოხდა მაშინ, ხო, და ეს დათვალიერება მოხდა სულ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, რამდენადაც მესმის, ანუ დათვალიერება მოხდა მხოლოდ გარეგნულად, გვამის სასახლიდანაც, კუბოდანაც არ ამოუღიათ, ბუნებრივია, მთელი სხეულის დათვალიერება არ მოხდარა, ჩაცმული იყო გვამი. აქედან გამომდინარე, ყველა შედეგით თვითონ სხეულზე თავის ქალის არის რომ თავი დავანებოთ. ტანზე რა დაზიანებები იყო ჩაცმულ გვამს, როგორ ვინ დააგრინდა რა. და ბატონო სანდრო, დღეს ანუ საკმარისი მასალა გაგაჩნიათ უკვე კომისიას, რომ კონკრეტული დასკვნები გააკეთოთ, ის მასალები და ის ინფორმაცია რაც მიღებულია, ეს საკმარისია რომ დასკვნა გააკეთოს კომისიამ უახლოეს მომავალში. არ ვიცი, ამას ასე პირდაპირ ცალსახად ვერ გეტყვით, ბატონმა კონსტანტინემ ახსენა, რომ დამატებითი ექსპერტიზები შეიძლება საჭირო გახდეს. საჭირო კი აუცილებელიც კია, იგივე თქვათ, დაფის ექსპერტიზა, რომელსაც ნატყვიარი ამჩნევია მისი ბალისტიკური, ანუ ტრაექტორიის, ტყვის მიმართულების და ასე თქვათ ტრასოლოგიური და ეს ექსპერტიზები აქამდე რო არ ჩატარდა, ეს არის უცნაური, თორე ახლა მაინც უნდა ჩატარდეს ნამდვილად. რამდენ ხანს წაიღებს ეს და ასე შემდეგ, ამას პირდაპირ ვერ მოგახსენებთ. თუმცა თქვენ უკვე შეგიძლიათ თქვათ, რომ ზოგადად გამსახურდია მოკლედ. მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. კარგი, დიდი მადლობა ბატონო სანდრო მობრძანისათვის. ეს გახლავთ სანდრო ბარამიძე, ექსპერტი, რომელიც მონაწილეობს საპარლამენტო კომისიაში. ჩვენ რეკლამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილთან ერთად დავბრუნდებით არჩევანის სტუდიაში. სალომე ზურაბიშვილის არჩევანი რა პროგნოზი აქვს მომავალ არჩევნებზე? ალიანსის მეოთხე წევს, რომელმაც მარტო ბრძოლას გაერთიანება ამჯობინა და რატომ გადაწყვიტა ქუჩის აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა წინა საარჩევნო მარათონში ჩაბმა. მე ვიტყვი, რომ არჩევნების გზა არის დღევანდელ დღეს ერთადერთი გზა საქართველოსთვის, ძალიან რთული გზა, მაგრამ ერთადერთი გზა. რატომ თქვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ალიანსის თანათავმჯდომარემ უარი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე და რას თავაზობს ალასანიას გუნდი ოპოზიციას? არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პოლიტიკურ ძალებთან და მათთან ერთად განსაზღვროთ ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. ეს არ არის უკან დახევ ბრძოლა თვითმმართველობით არ თავდება, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლა. რატომ შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ ჯგუფს და როგორია საქართველოს ხვალინდელი ალტერნატივა? მე გადავწყვიტე, რომ შეუერთე ალიანსს. ეს არის ხვალინდელი ალტერნატივა. როგორ აფასებს ოპოზიციის შანსებს და გაამართლებს თუ არა საქართველოს ლიდერის პოლიტიკური არჩევანი 30 მაისს? სალომე ზურაბიშვილი არჩევანის სტუდიაში. არჩევანი პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ჩვენი სტუმარი გახლავთ საქართველოს ლიდერი სალომე ზურაბიშვილი. საღამოშტები საქართველოს სალომე, გმადლობთ რომ მოგბრძანდით ჩვენს გადაცემაში. ქალბატონო სალომე, გასულ წელს 9 აპრილს თქვენ აცხადებდით, რომ 10 აპრილს ხელისუფლება შეიცვლებოდა. არა. უარს აცხადებდით მაშინ მოლაპარაკებებზე და ულტიმატუმს აყენებდით. არა, თქვა სიმართლე როგორც იყო. დღეს თქვენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობთ. რა შეიცვალა? ქუჩის პოლიტიკამ არ გაამართლა? ჯერ ერთი დაუბრუნდეთ 9 აპრილს. 9 აპრილამდე და 9 აპრილიდან 24 ივლისამდე ყოველ დღე და არაერთხელ მე ვაცხადებდი, რომ ჩვენ ვიდექით ძალიან რთულ და გრძელ გზაზე, რომელსაც ერქვა არც გადატრიალება და არც გარიგება. დგომით, მშვიდობიანად ჩვენ უნდა შეგვეცვალა ხელისუფლება. ეს მიზანი შეუცვლელი არის. რისთვისაც ვიბრძოდი მაშინ წვიმაში, დღესაც წვიმაში ვაგრძელებთ, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება მშვიდობიანად. დღეს
და ის დამთავრდა ის დგომის თითქმის 4 თვე იმითი რომ არ დაინიშნა ის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები რისთვისაც ვიდექით და ერთი შედეგი, პატარა შედეგი სწორედ ის იყო რომ მერობის არჩევნები დაინიშნა. მშვიდობიანი ცვლილება ნიშნავს რომ არჩევნებზე უარის თქმა არ შეიძლება, იმიტომ უნდა გამოიყენო ნებისმიერი შანსი რომ შეცვალო ეს ხელისუფლება. მეტადრე დღევანდელ დღეს ჩვენი გზა არც გადატრიალება, არც გარიგება, ცვლილება, მაგრამ მშვიდობიანი ცვლილება, რომელიც ამ ქვეყანას არ დაანგრევს, არის დღევანდელ დღეს ერთადერთი ალტერნატივა. არჩევანი არის ძალიან მარტივი. ან სააკაშვილი და მთელი ეს უბედურება რჩება და იყვნენ სანამ დისიქნებიან, ეს არის ალტერნატივა თუ ჩვენ არ ჩავერთვეთ ამ ბრძოლაში. ან მეორე ალტერნატივა და მიშა თავისი ყველაფრით, ომებით, ხან მოდელირებული და ხან რეალური და ამ რუსეთის საფრთხით, რომელიც თან ახლავს მიშას. და მეორე ალტერნატივა იგივე, ესე იგი ხელებს ფეხებს დაგამტვრებთ და იქაც ეს გადის სადღაც მოსკოვის გზაზე და კიდევ უბედურება ამ ქვეყანაში. ჩვენ ვამბობთ, რომ არა უნდა უთხრათ მიშას და არა უნდა უთხრათ გრევას. არასდროს არ იყო ჩემი ისე პირობითად ნათქვამი, იმიტომ რომ ჩემი არ იყო ძალიან ბევრი ხალხის გზა. არასდროს არ იყო ის გრევის გზა. დგომა სწორედ ამას ნიშნავდა, რომ არაფერი სხვა, მაგრამ დგომა. დახამხამება გაიხსენებთ და არასდროს არ მithქვავს, რომ 10 აპრილზე დამთავრდება ან 11-ში ასე არ ხდება ამ ტიპის ცვლილებები, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობდით მაშინ და უარს ვამბობთ დღეს იმ ძალიან შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს ადვილ გზაზე, რასაც ქვია დაჯახება და გადატრიალება და ეხლა უყურებდით რა მოხდა ამ პირობებში. არა, საქართველოს გადარჩენა მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ნიშნავს რომ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს თავის გზას. ესე იგი არჩევნებით შეიცვალოს როგორც იქნა ხელისუფლება. 20 წელია ველოდებით რომ არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება და შეუდგეთ ცივილიზებული ერების გზას. ამ არჩევანს წარმოადგენს დღეს ალიანსი, სხვა არავინ. სამწუხაროდ შეიძლება უკეთესი იქნებოდა რომ თუმცა ალიანსმა ვერ მოიპოვა ოპოზიციის სრული მხარდაჭერა. ამას ვამბობ, სამწუხაროდ ვიღაცები დგანან სხვა გზაზე, რომელიც ჩემის აზრით შეიძლება იყოს ძალიან დიდი უბედურების გზა, სხვები დგანან გარიგების გზაზე და ჩვენ ვიცით როგორ ნაწილდება რაღაც ადგილები. ის გზა, რომელიც არის ერთადერთი დღეს ალტერნატივა, რომ მშვიდობიანად ცვლილებები მოვიპოვოთ ამ ქვეყანაში და ის ბოლო ცვლილება ბოლოს და ბოლოს მოვიპოვოთ, იმიტომ ეს არ თავდება, ცხადი არის თბილისის მერობის არჩევნებით, ამ გზაზე დგას მხოლოდ ალიანსი. როცა ვამბობთ, ბოდიშ ერთი დავამთავრებ და უკაცრავად თუ როცა ვამბობთ, რომ ოპოზიცია არ დგას ამ გზაზე, ჩვენ ამას ძალიან ადვილად ვამბობთ, იმიტომ ჩვენ არ ვიცით საზოგადოება, ოპოზიციური საზოგადოება რას იტყვის არჩევნების დღეს. ჩემი ღრმა რწმენა, მე შეიძლება ვცდებოდე და ვნახავთ ამას, არის რომ მთელი ძალიან დიდი უმრავლესობა მოსახლეობის, ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მზად არის რომ უთხრას არა ამ ხელისუფლებას, თუნდაც მერობის არჩევნების საშუალებით და მზად არის რომ მხარი დაუჭიროს სწორედ ამ მშვიდობიან ალტერნატივას. იმიტომ კიდევ ერთხელ მე მგონი სხვა არ არის. ხალხო სალომე, როდესაც თქვენ აქციებს მართავდით და ქუჩაში იდექით თვეების განმავლობაში, მაშინ თუ წარმოიდგენით, რომ ის ხალხი, რომელიც თქვენს გვერდით იდგა და თქვენსთან ერთად იყო იმ მოთხოვნებში, რომელიც მაშინ ოპოზიციას ჰქონდა, რამდენიმე თვეში მოსკოვში წავიდოდა და კრემლში დაიწყებდა საუბარს. ვერა. და დღესეც მიჭირს, მართალი რომ ვთქვა, რომ წარმოვიდგინო და რაღაცა გაუგებრობაში მოხვეულები მეჩვენებიან ზოგიერთები. იმიტომ ვერ წარმომიდგენია რა უნდა სამფეროვან დროშას მოსკოვის გზასთან. მე ამ ზოგ ოპოზიციის წევრებს კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ეს არ ჯდება მათ ცხოვრების რწმენაში და წამსში. ამიტომ ვამბობ, რომ ალბათ რაღაც გაუგებრობა. მაგრამ გზა ღია არის. მე მგონი, რომ შეცდომა ყველგან და ყოველთვის შეიძლება მოხდეს. კიდევ ერთხელ, ჩვენი ალტერნატივა არის იმათი, ვისაც ჯერა, რომ გზა
საქართველოს გადარჩენის არ გადის მოსკოვზე, არც მიშას ხელით, რომელსაც მიყავს პირდაპირ იზოლაციისკენ საქართველოს და პირდაპირ მოსკოვისკენ, რაც არ უნდა განაცხადოს. ადამიანი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი აღარღებულობს და რუმინეთის მეგობრები აღარღებულობენ, იმან ჩააყენა საქართველოს სრულ იზოლაციაში. ეს არის მოსკოვის გზა, ეს არის ის დასუსტების გზა, რომელიც ხელს უხსნის მოსკოვს და მეორე გზა მოსკოვის ასევე არის მიუღებელი. და კიდევ ერთხელ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დიდი უმრავლესობა საქართველოს მოსახლეობის, რომელსაც 20 წელია უნდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, თავისუფალი არჩევნები, მშვიდობიანად აშენებული სახელმწიფო და ყველაფერი რაც თან მოყვება ამ სახელმწიფოს, ესე იგი ნორმალური საკრებულო, ნორმალური ქალაქი, სტრატეგია, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ისტორიული უბნები, სტრატეგია, როგორ დავიცვათ ჩვენი დემოგრაფია, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში არის, სტრატეგია, როგორ დავეხმაროთ და დასაქმება რითი უნდა მოვიდეს ქვეყანაში. თქვენ ძალებთ რომ თქვენთვის მიუღებელია იმ ოპოზიციურ ძალებთან ურთიერთობა, რომლებიც მოსკოვში დადიან, მაგრამ რეალურად თქვენმა ლიდერმა გუშინ გააკეთა ასეთ შეთავაზება, რომ საკრებულოში მის შემთხვევაში ოპოზიციასთან ერთად შეათანხმებს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატს. ამ შემთხვევაში საუბარია იმ ოპოზიციაზეც, რომელიც წარმოადგენს ძიგური ნოღაიდელი დავითაშვილის. საკრებულოში თავმჯდომარე და მე მგონი ეს არის ძალიან სწორი პოზიცია და მე მგონი რომ ფაქტი რომ სოზარ სუბარი ომბუდსმანი იყო და ძალიან კარგად ესმის ძალიან ბევრი რამე რაც ზოგს როგორ შანს ნაკლებად ესმის ძალიან სწორი ნაბიჯი არის. ეს ნიშნავს რომ ჩვენ მოვდივართ სხვა მართვის ფორმებით და ჩვენ თუ მოვდივართ და მაგალითად ჩვენი მერი იქნება არჩეული და ამაში ვარ დარწმუნებული და მოვდივართ რაღაცა ნაწილი უმრავლესობით და იმედი მაქვს რომ არ მოვალთ რაღაცა 80 და 90%-ებით და მე მგონი ამის შანსიც არ არის. ჩვენ მოვდივართ იმ პირობით რომ საკრებულოში უნდა სხვა ფორმა მართვის შედგეს, შეთანხმებითი და ამ შეთანხმებაში ალბათ ყველა მონაწილეობა უნდა მიიღოს. და მე ვიტყოდი ეს შეთანხმებული არ არის ჩემი პარტნიორებთან, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ამ შეთანხმებაში უმცირესობაში მყოფი ნაცებიც ალბათ რაღაც ნაწილად უნდა ამ დიალოგში მონაწილეობა მიიღონ, რომ გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ყველაზე კარგი პარტნიორი თავმჯდომარე საკრებულოსი არჩეული მერისთვის. დამთავრდა დრო ერთპიროვნული მართვის, ერთპარტიული მართვის და ის ერთი პარტია აქაც ადმინისტრაციაში, ყველა ადგილას და იქაც საკრებულოში. თუმცა სუბარის გუშინდელი განცხადება ძალიან ბევრმა ქალბატონსალმე როგორც უკან გადახეული ნაბიჯი ისწავლეს. ხო, იმიტომ ძალიან ბევრს არ ესმის, რაც ნიშნავს მრავალპარტიულობა, ძალიან ბევრს არ ესმის, რაც ნიშნავს დემოკრატია, ძალიან ბევრს არ ესმის, რაც ნიშნავს ერთად მართვა ქვეყნის, თუნდაც შენ მტერთან. ძალიან ბევრს გონია, რომ მართვა ნიშნავს, რაც გვესმის ამდენი ხანია. თითქმის 5 წელი რომ მე თუ ვარ უმრავლესობა, მაშინ ყველა სხვები წადით, მე თუ ვარ უმრავლესობა, მე ვარ მართალი ყველაფერში და უნდა დამიცმოთ ყველაფერი, ყველა ადგილი, ყველა სკამი, ყველა თანხა. ეს ყველაფერი უკვე ჩემი ხდება. ეს არ იქნება ჩვენი მართვის სტილი. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ნამდვილ ალტერნატივას, პროფესიონალების, ჩვენი კარები ღია არის, ჩვენ ძალიან მკაცრად ვდგევართ იმ პოზიციაზე, რომ მოსკოვზე არ გადის საქართველოს გზა, საქართველოს გადარჩენის გზა. მაგრამ თუ ვინმე წამოვა ჩვენ ალტერნატივისკენ, ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ფუიე შმაკო და არავის არაფერი არ ვაპატიოთ და პატიებაზეც არ არის, თუ კი ყველა მიხვდება, რომ ეს ალტერნატივა არის საქართველოსთვის ერთადერთი და საჭირო, კი ბატონო მოვიდნენ და იყვნენ ნაწილი ამ იმისი. ნოღაიდელმა თავისი არჩევანი გააკეთა, ის გვიპირებს, რომ არჩევნების მერე რაც არ უნდა მოხდეს დაამტვრევს ხელებს და თითებს, ეს არ არის ჩვენი გზა, იმიტომ რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ამ ქვეყანას. და მე მგონი რომ ეს არის ის მოთხოვნა, რაც არსებობს დღეს მოსახლეობაში. ნოღაიდელთან წავიდა სასაუბროთ ირაკლი ალასანია, მაშინ როგორი იყო თქვენი პოზიცია? ნოღაიდელთან სასაუბროთ არ წასულა, წავიდა შეხვედრაზე, სადაც დახვდა ნოღაიდელი. ეს არ იყო შეხვედრა ნოღაიდელთან, ან იმისთვის, რომ ნოღაიდელი გამოსულიყო. ის იყო მაჩვენებელი იმისი, რომ ვიღაცები, ვინც იქ იდგენ,
ჩვენის აზრით არასწორ პოზიციაზე, მათთვის შეიძლებოდა კიდევ რაღაცა კონსულტაციების ჩატარება. დღეს კონსულტაციების დრო დამთავრდა, მაგრამ ის ადგილი როგორც სიმბოლო, ხვალიდელი შესაძლებლობის რომ ერთად ვმართოთ ეს ქალაქი და დამთავრდეს სამუდამოდ ის სიძულვილი, ის დაპირისპირება, რომელმაც ეს ქვეყანა დაღუპა და ჩვენ უკან წაგვიყვანა. როცა ჩვენ უნდა ყოფილიყავით დღეს სინამდვილეში ესტონეთის და ყველა სხვა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინ. თქვენ დარწმუნებული ხართ ქალბატონ სალომე, რომ საკრებულოს შემსვლელ შემთხვევაში ოპოზიცია რაღაც ერთიან კანდიდატზე შეთანხმდება ესე ადვილად ან რაღაც საერთო აზრით ჩამოყალიბდება. წინა საარჩევნო პერიოდშიც კი ვერ შეძლო ოპოზიციამ რაღაც საერთო კანდიდატზე შეთანხმება, რაც მე თუ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციისთვის. არ ვიცი, მე ამაში არ გეთანხმებით და იცით, რომ ამაზე მე მაქვს ჩემი გარკვეული, მე ვარ მრავალპარტიულობის მომხრე და შეთანხმება შეიძლება სწორედ არჩევნების საფუძველზე. იმ საკრებულოში, რომელიმე პარტია იქნება წარმოდგენილი ამდენი მაჟორიტარით და პროპორციულით, სხვა ნაკლებით, სხვა მეტით. მათ შორის შეთანხმება უკვე სულ სხვა რამე არის, ვიდრე პარტიების შორის, რომელიც მათი გაზომვა ძალიან ძნელი არის დღევანდელ სიტუაციაში. რას წარმოადგენენ საზოგადოებიდან? ეს სამწუხაროდ ამ ქვეყანაში და იმიტომ რომ ჩვენ ვართ არასრულყოფილი დემოკრატია, ამიტომ ძალიან რთული არის. საკრებულოში ყველა მოვა თავისი ძალით და წონით და მერე შედგება როგორც ეს არის წინა პირობა შემდგომ იმისი თუ რა უნდა მოხდეს პარლამენტში. იქაც ხვალ ძალიან მალე მოვა ესა. ხვალ ჩვენ უნდა გადავიდეთ ამ მართვის ფორმაზე. ერთად შეიძლება მე ვერ მიტანდეთ და გიტანდეთ, მაგრამ როცა საქმე არის ქვეყნის მართვაზე, თუ მე არ მინდა გავხდე ახალი სააკაშვილი და არ დამეწყოს იგივე პრობლემები და ხალხს არ დაეწყოს იგივე პრობლემები, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ მეორეს მოусმინოთ. შეიძლება ვინც უფრო წონიანი არის იმან გადაწონოს რომელიმე გადაწყვეტილებაზე და სხვა გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ამას უნდა მივეჩვიოთ. ჩვენ თუ მართლა გვინდა ამ ქვეყნის მშენებლობა და თუ არ გვინდა ამ ქვეყნის ნგრევა. მაგრამ სოზასუბარმა ვერ შეძლო ოპოზიციის დარწმუნება ამ თქვენს ფორმულაში გაჩილაძესთან ერთად. არავის აღარ ვარწმუნებთ. შევთავაზეთ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, არავის აღარ ვარწმუნებთ. ჩვენ მივდივართ წინ, მივდივართ გამარჯვებისკენ, რომელიც იქნება ძალიან რთულ პირობებში, ყველა ვიცით, არავინ არ არის რაღაცა ისეთი ილუზიებში გართული, რომ გვეგონოს, რომ არ იქნება გაყალბება და ეს ყველაფერი ადვილი იქნება. ჩვენი რწმენა გამარჯვების დაფუძნებული არის იმაზე, რომ დღეს მართლა არის ძალიან დიდი მაღალი შეგნება ქვეყანაში, რომ არავის აღარ უნდა, რომ გაგრძელდეს ამ გიჟის მართლობა ამ ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული და არავის არ უნდა ამ ქვეყნის ნგრევა. მაგრამ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ ქალბატონ სალომე არჩევნებში. ისინი არ მონაწილეობენ, მაგრამ ხალხს კითხეთ რა უნდათ. არ უნდათ მონაწილეობა. ამ ქვეყანამ 20 წელი და მანამდის რამდენი წელი და მე ეს კარგად მახსოვს, ოცნებობდა არჩევნებზე და თქვენ გონიათ რომ ადვილად ხალხი ვარ სიტყვის არჩევნებზე? რატომ უნდა თქვას ვარი არჩევნებზე? შეიძლება ერთი პატარა შანსი არის რომ ვერ გავიმარჯვოთ. ეს არ ნიშნავს მეორე დღეს. იმიტომ ქალბატონ სალომე რომ ის ამორჩევლები რომლებაც თქვენ ხმა მოგცეს უფრო თქვენს კოლეგებს მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. არავით არ მნიშვნელობა, იმიტომ ის იყო მაშინ. როგორ არა აქვს მნიშვნელობა ამ ხალხის დაკვეთა. ჩვენ თუ გავიხსენებთ იმ დროს და იმ მომენტს მე არ ხალხის დაკვეთა იყო მანდატები დაეხიათ? ერთ რამეში დაგეთანხმებით, რომ ხალხს ძალიან ჩქარა ავიწყდება, მაგრამ იმ დროს ეს იყო მორალური დაკვეთა. რომ თქვენ იმისთვის კი არ გაძლებდით ხმებს, რომ პარლამენტში შეხვიდეთ და დაჯდეთ, იმისთვის გაძლებდით ხმებს, რომ მთლიანად ეს რეჟიმი შეგეცვალათ. და რადგან ეს არ გახდა შესაძლებელი, ამიტომ იყო ძალიან დიდი გაყალბება. ეხლა რომ ვერ მოიგოთ და უმრავლესობით რომ შეხვიდეთ საკრებულოში უარ სიტყვით? არა, იმიტომ დღეს უნდა დაიწყოს ცვლილებები, დღეს მივიღებთ უმრავლესობას, დღეს გავიმარჯვებთ მერით და გავიმარჯვებთ საკრებულოში სხვებთან ერთად დავიწყებთ ცვლილებებს. დღეს უკვე ქვეყანა ვეღარ ითმენს. დღეს უნდა დავიწყოთ ცვლილებები, სადაც შევძლებთ, როგორ შევძლებთ და მე მინდა ვთქვა, რომ გამარჯვების შანსი არის ძალიან დიდი. იმიტომ ის ხმები, რაც იყო მიშა სააკაშვილის ხმები 5 იანვარს 2008 წლის
და სადაც იყო კიდევ რაღაცა ნაწილი, რომელსაც ჰქონდა იმედი, რომ სააკაშვილი იქნებოდა ამ ქვეყნის გამთლიანების შემძლე, ის ხმები აღარ არსებობს. ამის მერე იყო ომი, ამის მერე იყო ტერიტორიების დაკარგვა, ამის მერე იყო ახალგორის დაკარგვა, ლიახვის ხეობის დაკარგვა, კოდორის ხეობის დაკარგვა და ეს არ დაგვავიწყდეს არასდროს. ეს ხელისუფლება ღირსი არის, რომ ჩვენ სადაც შეგვიძლია და მეც მირჩევნოდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ყოფილიყო დღეს და საპრეზიდენტო, მაგრამ სადაც შეგვიძლია, იქ უნდა დავამარცხოთ ეს ხელისუფლება და მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ თბილისში თუ და ერთადერთი აუცილებლობა არსებობს და ერთადერთი ანტიგაყალბების იარაღი, ეს არ არის თითების და ხელების დამტვრევა, ეს არის ხალხის აქტიურობა, ეს არის ერთადერთი ფორმა, რითაც შეიძლება ჩვენ დავამარცხოთ გაყალბება და გავიმარჯვოთ. ეს ვაჩვენეთ თბილისში ერთხელ 5 იანვარს 2008 წელს, ეს უნდა ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ 30 მაისს 2010 წელს. კავტონსალ, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციამ ვერ გაიმარჯვა და ისევ დაიწყო აქციები, სად იქნება საქართველოს გზა და მისი ლიდერი? ჩვენ ვიქნებით სადაც ჩვენ დავიწყებთ აქციებს თუ აუცილებლობა იქნება აქციების. ეს იქნება ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც მიდის არჩევნებზე სერიოზულად ბოლომდე ყველაფერში ვღებულობთ მონაწილეობას, სიების მონიტორინგში, იქაც ვიცით დღეს მივიღეთ სრულიად აბსურდული პასუხი ხარატიშვილისგან, სადაც მთელი იმ წარდგენილ ჩვენს მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე გპასუხობს რაღაცა 40-ზე. ეს არის დაცინვა, მაგრამ სუბარის სიიდან ამოღება არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ძალიან ბევრი მხარდაჭერი დაკარგეთ, იმიტომ რომ ალიანსი მუდმივად იძახდა იმას, რომ სუბარი იყო ერთ-ერთი რეიტინგული კანდიდატი. სუბარი არის სადაც იყო. სუბარი არის ზუსტად იქ სადაც იყო, სადაც ვარ მეც არა ვარ. მეც არა ვარ სიაში. თქვენ გონიათ ნაკლებად ვარ, ვიდრე სოზარი ან სოზარი ჩემზე ნაკლებად. არც დათო გამყრელზე არ არის სიაში და არც დათო. კი, მაგრამ თქვენი კანდიდატურა არ დამდგარა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. შეიძლება დამდგარიყო, მაგრამ ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამას ვტოვებთ როგორც სიმბოლო იმ ხელგახსნილობის და იმ ჩვენი მზადყოფნის ყველასთან თანამშრომლობის, მე მგონი ეს არის უძლიერესი სიმბოლო და ამიტომ აწუხებს ამდენად ზოგ უმრავლესობიდან და ზოგს ოპოზიციიდან. დიდი მადლობა ქალბატონო სალომე მობრძანებისათვის. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზის იყო არჩევანის სტუმარი. ჩვენ ამ სტუდიაში ერთ კვირაში შევხვდებით. ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა.